13-14 წლის მშობიარიც მყოლია. საკეისრო კვეთა დაკავშირებულია 4-ჯერ უფრო მეტ გართულებებთან, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა. კაცებს არ ჭერათ, რომ შეიძლება ქალმა ორსულობა ვერ გაიგოს. არ არის სასურველი დიდი რაოდენობით ეხოსკოპიური კვლევის გაკეთება ჩვენების გარეშე. მე პირადად ძალიან მხარს უჭერ, რომ მშობიარეს ყავდეს პარტნიორი გვერდით მშობიარობის პროცესში. ხანდაზმული მშობიარე ესეთი დიაგნოზი არ არსებობს. მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან ოჯახში. ჩვენი პოდკასტის სპონსორი გახლავთ სტუდია ანანასი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მომსახურებას. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი გახლავთ მე გინეკოლოგი თამუნა თევზაძე. გამარჯობა თამუნა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ყველასთვის საინტერესო არის თემები, რა შეიძლება განვიხილოთ გინეკოლოგებთან, მე გინეკოლოგებთან, თან ჩვენი აუდიტორიისთვის განსაკუთრებით, რადგან ბევრი ორსულის გვიყურებს. და მოდი დავიწყოთ ორსულობის დაგეგმა. რამდენად გასცემთ რეკომენდაციას, რომ ორსულობა იყოს დაგეგმილი? როგორ ხდება ეს ყველაფერი? გამარჯობათ, მოგესალმებით. ორსულობის მომზადება აუცილებელია წყვილმა დაიწყოს ორსულობის დადგომამდე მინიმუმ 3 თვით ადრე მაინც. რადგან ის ჩარევები, რაც შეიძლება ამ პერიოდში განვახორციელოთ, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ორსულობის მიმდინარეობისთვის და მშობიარობისთვის. თუნდაც ფოლიუმის მჟავის მიღება, რომელიც აუცილებელია დავიწყოთ ორსულობამდე 3 თვით ადრე, რადგან ის ამცირებს ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს. ან ჩემ შემთხვევაში რო გავიგე ორსულად ვიყავი, მაშინვე დავიწყე მიღება. თუ არ გვაქვს სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ორსულობის დაგეგმა მანამდე დავიწყოთ. რადგან ორსულობების უმეტესობა დაუგეგმავად ხდება და ამ პერიოდისთვის უკვე მიღებული გექნებათ თუნდაც ის ფოლიუმის მჟავა. აი იმ შემთხვევაში, როდესაც დაუგეგმავი არის ორსულობა, შეიძლება დაუგეგმავი ორსულობა იყოს შემდგომ პათოლოგიების რისკი? დაუგეგმავი ორსულობა პათოლოგიების რისკი არ იქნება, თუ გოგონას არ აქვს რაიმე გართულება, თანხლები დაავადება. შესაბამისად, თუ გვეცოდინება მანამდე რა რისკებთან არის დაკავშირებული და მივიღებთ ზომებს, რომ ეს თუნდაც ქრონიკული დაავადებები დავაკომპენსიროთ, გართულებების რისკი იქნება ნაკლები. ასევე მაინტერესებს, ახლა შეიძლება გვიყურებს ორსული ჩვენ, რომელმაც ჯერ კიდევ შეიძლება გუშინ გაიგო, რომ ორსულად არის და აი არის მაგალითად მეორე თვეში, ხო, რაღაც კვირები გაიარა უკვე და სიგარეტს ეწევოდა. ან ვარჯიშობდა მძიმე წონებით, ან ცხოვრობდა ისე როგორც ცხოვრობენ უმეტესობა და არ უფრთხილდებოდა თავს, როცა ორსულად ვართ რომ ვიგებთ, ნუ ბევრ შეზღუდვას უწესებთ თავს. ესეთი ადამიანები ხებინდა რომ დავამშვიდოთ, რომ თუ ესეთი ვიღაც არის, იმას არ ნიშნავს, რომ ალბათ არ ვიცი, თქვენი რეკომენდაცია როგორი იქნება. რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ მას რაიმე გაურთულდება. უბრალოდ ზოგადად გართულებების რისკი არსებობს, ყოველთვის რისკებზე საუბრობთ და არა იმაზე, რომ ამ კონკრეტულ ადამიანს ეს აუცილებლად დაემართება და აი ინტერვენციებით როგორიც არის თუნდაც ფოლიუმის მჟავის მიღება, თუნდაც თამბაქოს თავის დანებება, ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა თავიდან აგვაცილებს კი რისკებს ამცირებს. თუმცა თუ ამის წინასწარ დაგეგმა ვერ მოხერხდება, ეს არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც გართულება ექნება ორსულს. თუმცა როგორც კი გავიგებთ, თუმცა როგორც გავიგებთ, სასურველია მიმართოთ ექიმს, მიიღოთ ეს რეკომენდაციები და გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები. გადავიდეთ ახლა პირველ ტრიმესტრში. 3 ტრიმესტრი გვაქვს ორსულებში და სხვა რამ არის მნიშვნელოვანი ალბათ ამ 3 ტრიმესტრში, ხო? პირველ ტრიმესტრში მახსოვს მძიმეები არაწიო, ხელი უცებ არაწიო და რაღაც ესეთი რამდენად მითები არის თუ რეალობა არის ეს? მითებიც ბევრი არსებობს ორსულობასთან დაკავშირებით, თუნდაც რომ ის ხელი არაწიო, სიმძიმის აწევა არ შეიძლება. ეს მითებია, ზომიერი ფიზიკური აქტივობა ნებისმიერ ტრიმესტრში არის სასურველი, თუ ორსულს არ აქვს რაიმე სერიოზული გართულება. პირიქით, კვირაში მინიმუმ 150 წუთი სასურველია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც სეირნობა, თუნდაც რაიმე აქტივობის, ფიზიკური აქტივობის
რომ დაკავდეთ, ეს თქვენ ჯანმრთელობისთვის მხოლოდ სასარგებლოა. აი მაშინ როდესაც აქტიურად ვარჯიშობ და ვიგებ რომ სულად ვარ და ჰოპ უცებ შეწყდა ყველაფერი. ეს ორგანიზმისთვის კარგი არის თუ პირიქით დამაზიანებელი შეიძლება იყოს? ვინც მანამდე ვარჯიშობ და რეკომენდირებულია ის შეუძლია გააგრძელოს ვარჯიშები მის ჩვეულ რიტმში. არც ზედმეტი დატვირთვა რო არ გაზარდოს დატვირთვები, თუმცა თუ ორსულობას აქვს რაიმე გართულება, ამ შემთხვევაში ექიმი პირადად მისცემს რეკომენდაციას და აუცილებლად გააფრთხილებს, რომ დროებით მაინც თავი შეიკავოს ფიზიკური დატვირთვისგან. ეხლა მეორე ტრიმესტრში გადავიდეთ, იქ იცვლება რამე მეორე ტრიმესტრი არის ყველაზე კარგი იმ მხრივ, რომ პირველი ტრიმესტრის უსიამოვნო შეგრძნებები ამ დროს აღარ გვაქვს, თუნდაც გულისრევა, თუნდაც ძილიანობა, გაღიზიანებადობა, ეს სიმპტომები, რაც ახლავს ორსულობის პირველ ტრიმესტრს, მეორე ტრიმესტრიდან როგორც წესი გაივლის და მესამე ტრიმესტრის მოვლენები ჯერ არ არის დაწყებული. ამიტომ საუკეთესო პერიოდია, რომ თავი იგრძნოთ კარგად, აქტიურად, თუნდაც ფიზიკური აქტივობა რომ გაზარდოთ და ყველაზე კარგი პერიოდია ორსულობის დროს. კი ბატონო. გადავიდეთ ყველაზე ხშირად გავრცელებულ პათოლოგიებზე ორსულობაში, იმაზე, რაზეც დედები ყველაზე ხშირად ნერვიულობენ ხოლმე, რა არის ეს თქვენ პრაქტიკაში? ალბათ ტონუსის გამო ნერვიულობენ, გაზრდილი ტონუსის გამო, თუმცა მინდა დაგამშვიდოთ, რომ ტონუსი ზოგადად პათოლოგიად არ ითვლება და არც იმხელა შეშფოთებისაგანია, როგორც ეს გავრცელებული არის. აი, ნემსებს გამოიკეთებენ ხოლმე მუცელში, ძალიან ბევრ ნემს რო იკეთებენ ხოლმე. თრომბოფილიის გამო. ხო. აი, ეგეც ხშირია, ალბათ, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრის სხვათა შორის არ არის ხშირი, არ არის საბედნიეროდ ხშირი, მოსახლეობის მხოლოდ 10% არის მტარებელი გენების, რომელიც იწვევს თრომბოფილიას. ასევე არის შეძენილი ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. ამ ორის დროს კეთდება ანტიკოაგულანტები ნერვებს რო უძახით, შესაბამისი მკურნალობა ტარდება. და ეს რამდენად საშიში არის? გართულებებთან არის დაკავშირებული პირველ რიგში პლაცენტარულ უკმარისობასთან, იმასთან, რომ დედასა და ნაყოფს შორის სისქეს მიმოქცევა არის გართულებული და შესაბამის გართულებებს იწვევს. მაგრამ თუ გვიყურებს ახლა ადამიანი, ვინც აი ამ პერიოდს გადის, მარტო არ მინდა რომ იგრძნოს თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს საშუალება რომ ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. თუ მას აქვს გარკვეული რისკ ფაქტორები, გამოვიკვლევთ, დაუდგენთ რომ აქვს ეს პრობლემა, უტარდება მკურნალობა ანტიკოაგულანტები და ძალიან ხშირად კარგი შედეგი სრულდება ისეთივე როგორიც ეხა ჩვენთან სტუდიაში იმყოფება. არიან ხოლმე ესეთი გაკორებული პატარა საყარელი ბავშვები. ლეოპეტერა. მაინტერესებს, როგორც ვიცი, გაქვს ორსულთა სკოლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან საინტერესო იქნება ყველა ორსულისთვის. და რომ მოგვიყვე, რა ხდება ორსულთა სკოლაში, ვისთვის არის ეს სკოლა? არის მხოლოდ ახალბედა დედებისთვის, ვინც პირველად არის ორსულად, თუ შეიძლება 2 და 3 შვილი ყავდეს, მაგრამ მაინც დაგჭირდეს სარგებლობა? ორსულთა სკოლა ამჟამად გვაქვს ონლაინ ორსულთა სკოლა, ონლაინ ლექციების სახით, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩართოთ და მოусმინოთ. ეს არის როგორც გამოუცდელი დედებისთვის, ვინც პირველად არის ორსულად და სურს რომ სრული ინფორმაცია ქონდეს ორსულობის და მშობიარობის შესახებ, ასევე უკვე გამოცდილი დედებისთვისაც არის, ვისაც თუნდაც ქონდა ცუდი გამოცდილება, აქვს შიში მშობიარობის, აინტერესებს გარკვეული საკითხები და ამ შემთხვევაში ძალიან ეხმარება ჩვენი ორსულთა სკოლა. რამდენად მნიშვნელოვანი არის ორსულს ქონდეს სწორი და დიდი ინფორმაცია ორსულობის შესახებ, მშობიარობის შესახებ და რეალურად ეს აი მშობიარობის პროცესში
მართლა უნდა ეხმარებოდეს ხო წესით? რა თქმა უნდა, სწორედ ამისთვის შეიქმნა ორსულთა სკოლები, რადგან ცნობიერება, როდესაც ამაღლებულია, როდესაც უკვე ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, შიშიც ნაკლებია. ანუ თუ იცით რა გართულებები არის მოსალოდნელი და ამ გართულებებს როგორ უნდა გაართვათ თავი, როგორ უნდა აიცილოთ ეს გართულებები, რა თქმა უნდა, შიშიც ნაკლებია. ძალიან ეხმარება ეს მომავალ დედიკოებს მშობიარობის დროს. მე მაგალითად, როდესაც გავიკეთე გაუტკივარება, ვიცოდი რომ ხერხემალში კეთდებოდა ეს ნემსი, მაგრამ ის რომ რამხელა ნემსი ყოფილა და მე სად მაგრდება კათეტერი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. და დღეს რომ ვფიქრობ, კიდევ კაი არ ვიცოდით, ხო, აი ეს დამოკიდებულება მაქვს. და რამოდენიმე ვიდეო ჩავწერე და არ ნახოთ მეთქი სად კეთდება ეს ნემსი, ისე გაიკეთეთ. ეს მიდგომა როგორ ფიქრობ, სწორი არის? ეს კითხვები გიჩნდება იმიტომ, რომ ზუსტად არ იცი პროცესი როგორ არის, როგორ მიმდინარეობს. მხოლოდ ნემსის ზომას მიაქცია ყურადღება. თუმცა იქ ბევრი დეტალია. ხერხემალში კი კეთდება ეპიდურალი გაუტკივარება, მაგრამ ხდება არის სრულად გაუტკივარება, პროცედურა არის უმტკივნეულო. ამ დროს ყენდება კათეტერი, საიდანაც ემატება მედიკამენტი, რომელიც სრულად აუტკივარებს მშობიარობას. ასე რომ მქონოდა კარგად რომ და დეტალურად რო გცოდნო და შეიძლებოდა ნაკლები შეშიკ. ან შეიძლება ის შიშიც არ მქონოდა, რაც რო არის ცირაგელის. თუ დაგეგმავ შემდეგში არ გექნება ეს. ხო, იმიტომ რომ მართლა გამიკვირდა უმტკივნეულოდ თან იმ მტკივნეულების ფონზე ხარ რაც მშობიარობას ახლავს, უმტკივნეულოდ ჩაიარა ამ ყველაფერმა და რომ ვიკითხე ეს კათეტერი კაც რა არის, რა მითქას და რო გავიგე რაც იყო, აი მაშინ შემეშინდა რა, აი თავარი შიში მაშინ მქონდა, თუმცა მართლა არ მიგრძნია ტკივილი, აი რაღაც ის დენის დარტყმასავით, რაც ყოფილა თურმე ის რაც გიყუჩებს. კი. ხო, აშკარად ინფორმაცია უფრო ჯობია. კი. რა თქმა უნდა, ჯობია და ჩვენი ორსულთა სკოლის ერთი ლექცია ეძღვნება გაუტკივარებას მშობიარობის დროს. უშუალოდ მშობიარობის პროცესში, რა არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ, რომ დაგვეხმაროს გამარტივების პროცესში? მშობიარობამდე აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ მშობიარობის დაწყების ნიშნებს, როდის უნდა მიმართოთ სამშობიარო სახლს. ხშირად ზედმეტი შიშის და გაურკვევლობის გამო ადრე მიდიან კლინიკაში, თუნდაც აი არსებობს ესეთი ფაქტორი, ლორწოვანი საცობი, რომელიც ხშირად თვლიან, რომ არის სისხლისდენა, საგანგაშოა, ძალიან შფოთავენ ამის გამო და რეალურად რომ იცოდნენ, რომ ეს არ არის ამდენად გადაუდებელი და საშიში მდგომარეობა, ნაკლებად ინერვიულებდნენ. მშობიარობის დაწყების ნიშნების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა ორსულმა, რასაც დეტალურად უხსნით, როდესაც ორსული არის ჩვენთან ახლის ზღვაზე, უკვე არის მესამე ტრიმესტრში, რომ იცოდეს რას მიაქციოს ყურადღება, რა არის საშიში ნიშანი, რა არის ნაკლებად საშიში და როდის მიმართოს სამშობიარო სახლს. ან შეიძლება დაიწყოს მშობიარობა ისე, რომ წყალი არ ქონდეს დაღვრილი. კი. ასევე შეიძლება დაიწყოს მშობიარობა ისე, რომ ეს საცობი არ იყოს ჩამოშლილი? კი, შესაძლოა. შეიძლება ისე დაგეწყოს მშობიარობა, რომ ტკივილი არ ქონდეს? აი რაღაც შესაძლოა, კი. ანუ ყველაფერი შესაძლოა არის. მაგრამ სადღაც ალბათ რაღაცა შესაძლო ვარიანტებზე ვესაუბრებით ჩვენ ორსულებს მესამე ტრიმესტრში. ვუხსნით, რომ შეიძლება დაგეწყოთ სამშობიარო ტკივილები და წყლები არ იყოს დაღვრილი და ეს არის ნორმა. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჯერ დაღვაროთ წყლები და ამ შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ სამშობიარო სახლს. ანუ ამას ყველაფერს დეტალურად ვუხსნით, როდესაც ორსული არის ახლის ზღვაზე. თუმცა ამის შესახებ თუ ის ინფორმირებულია, თუნდაც ორსულთა სკოლის ლექციებიდან, ან გაცნობილია ამ მასალებს, მისთვის უფრო ადვილია ყველაფრის ჩემ შემთხვევაში ტკივილები დამეწყო დაახლოებით 2 დღით ადრე.
აი ეს რომ ვიცოდი რომ 12 წუთში ერთხელ თუ ტკივილი გექნება უკვე იქ იმას ნიშნავს რომ გეწყება მშობიარობა, მაგრამ არაფერი არ იყო. და მე როდესაც უკვე დაწყებული მქონდა და ეს 2 დღიანი ტკივილი მქონდა, მახსოვს რომ პალატაში გამოიარა გოგომ, რომელსაც 4 თითზე ქონდა პროცესი დაწყებული, კი არა, ლამის ბავშვსაც შენდა უკვე და ტკივილები ვერ გავიგეო იძახდა ეს გოგო და ისე შემშურდა, მეთქი მე რატო გავიგე ესე. ანუ აი აქ რა ხდება, რატო შეიძლება რომ აფხაზხობა იყოს? ყველა ჩვენ ინდივიდები ვართ, განსხვავებულები ვართ და ტკივილის ატანის ღურბლი ყველა სხვადასხვა აქვს. ზოგი იმ მცირე ტკივილს, როდესაც ტკივა 10 წუთში ერთხელ და ტკივილი არის სუსტი, აღიქვამს ძლიერ ტკივილად. ზოგიერთი ვერ აღიქვამს ესე ძლიერ ტკივილად და შესაბამისად მოდის უკვე 4 თითზე გახსნით სამშობიაროში. ესეც ხდება ხოლმე. ეს ინდივიდუალური თავისებურება ყველა ჩვენთაგანის. ძირითადად უფრო ადრე როგორც თქვენ დაგეწყოთ, ისე ხდება. ხო. მე მგონია რომ ძალიან ადრე დამეწყო. აი ძალიან აი ადრე დამეწყო სამშობიარო ტკივილები. ეს ნიშნავს რომ მაშინ არ იყავენ მშობიარობაში. ეს იყო მოსამზადებელი შეტევები, რომელიც არ ნიშნავს სამშობიარო ტკივილებს, ნიშნავს რომ ორგანიზმი ემზადება მშობიარობისთვის. მაგრამ აი ჩემმა და ქალმა მე რომელმაც 2 თვეში იმშობიარა და იცოდა რომ ეს ამდენი ხნით ადრე მტკიოდა უკვე პალატაში იყო შესული კი არა თქვენ ბლოკში იყო შესული რომ წერდა რომ როდის უნდა ამტკივდეს და ამ კითხვებიდან სადღაც 2 საათში ბავშვი გააჩინა უკვე მეთქი არ ვიცი მე უკვე მაგ პროცესში ისე მტკიოდა რომ ამ ქვეყნად აღარ ვიყავი და მას არ ტკივა ანუ ყველა ადამიანის გამოცდილება ერთნაირი არ არის ვიღაცამ შეიძლება ძალიან მარტივად იმშობიაროს ვიღაცამ შეიძლება ცოტა რთულად იმშობიაროს. ხშირად გოგონები ერთმანეთს უსიარებენ სამშობიარო გამოცდილებას და უყვებიან როგორც მქონდა ძალიან რთული მშობიარობა და შესაბამისად მეორე ადამიანი რომელსაც არ აქვს ჯერ ეს ყველაფერი გამოვლილი შეიძლება შეეშინდეს ასე ვთქვათ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ეს ყველაფერი ექიმისგან და პროფესიონალისგან მოისმინოთ, რომელიც თავის საკუთარ გამოცდილებას კი არ გიყვებათ, არამედ მრავალი პაციენტის გამოცდილება იცის და იმის მიხედვით მართავს მშობიარობას. იმ შემთხვევაში თუ მართლა გართულდა მშობიარობა. დაგეგმილი გვაქვს ფიზიოლოგიური მშობიარობა, მაგრამ რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც იყო დაგეგმილი. ამ შემთხვევაში რა მექანიზმები გვაქვს იმისთვის, რომ დედაც და ბავშვიც უსაფრთხოდ იყოს? და თქმა უნდა, მშობიარობა ყოველთვის იდეალურად არ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ არსებობს სამშობიარო სახლები, ამიტომ არსებობს სამიანო დახმარება და ჩვენ ვუდგევართ გვერდით მშობიარებს, რომ ნებისმიერი გართულება შევამჩნიოთ და დავეხმაროთ მშობიარეს. როდესაც შეიძლება ის სცენარი, რომელიც თავში წარმოგიდგენიათ, ესე არ განვითარდეს, გამოჩნდეს გართულება და მე ან გინეკოლოგმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მშობიარობა დამთავრდეს საკეისრო კვეთით. ასევე არსებობს ვაკუუმით მშობიარობა. ამ შემთხვევაში მშობიარემ სასურველია, რომ იცოდეს მოსალოდნელი გართულებების შესახებ, რომ ეს მისთვის არ იყოს შოკი და შიშის მომგვრელი. იცოდეს, რომ გვერდით უდგას პროფესიონალი, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ დედა და ბავშვი იყოს ჯანმრთელად. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან რთული ხდება ჩვენს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხშირად გოგონები თვლიან, რომ მისი ბრალია რაღაც ისე ვერ გააკეთა, არ არის კარგი დედა, ვერ მოიქცა სწორად. უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ არსებობს ესეთი გართულებები და ამის გამო თავი არ იგრძნოს დამნაშავედ. და ეს არის სრულად კონტროლირებადი. კონტროლირებადია, რა თქმა უნდა. და ბავშვი არ არის ისეთ საფრთხეში, როგორც შეიძლება იმ მომენტში ჩვენ წარმოგვიდგენია მშობიარობის დროს, რომ აი რაღაცა გონია რომ შეუსწავლო გამოსავალი აღარ გაქვს, მაგრამ რეალურად ეს ექიმისთვის არის ჩვეულებრივი მართვადი პროცესი.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გართულებებისთვის ყველანი მზად ვართ, მთელი გუნდი, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავეხმაროთ დედასაც და ახალშობილსაც. აი, როდესაც მშობიარობა იგეგმება, თქვათ და შევდივართ ბლოგში, ექიმი უკვე მზად არის იმისთვის, რომ აი აქვს თუ არა ის, თქვათ, არ ვიცი, დანაჭირდება რამე სხვა რუსაკაისრომდე მივიდეს საქმე, თუ ვაკუუმის აპარატი ჭირდება, ეს ყველაფერი უკვე გამზადებული აქვს ექიმს, თუ პროცესში ხდება ეს ყველაფერი? ზოგადად ყველაფერი, რა თქმა უნდა, მზად არის, ყოველთვის საოპერაციო არის მზად, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სწრაფად დავეხმაროთ მშობიარეს. მაგრამ მშობიარე რომ შემოდის და ჩვენ მას გამოვკითხავთ, გავსინჯავთ, უკვე ვადგენთ მას რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს. ან წინასწარი პროგნოზი მაინც გაქვთ, რომ შეიძლება ეს აქამდე მივიდეს. უმეტეს შემთხვევაში გვაქვს, რომ მოსალოდნელია ესა და ეს გართულება, ამ შემთხვევაში ვართ უფრო მეტად ყურადღებით და მზად ვართ ნებისმიერი სამიანო დახმარებისთვის. არიან დედები, რომლებსაც ურჩევნიათ ბავშვი ფიზიოლოგიურად გააჩინონ, არიან დედები, რომლებსაც ურჩევნიათ საკეისრო გაიკეთონ. ამ შემთხვევაში გინეკოლოგის რეკომენდაცია რა შეიძლება იყოს და რა შემთხვევაში რა რჩევა გექნებათ? რა თქმა უნდა, ყველა გოგონას, რომელიც ელოდება ახალშობილს, აქვს შიში მშობიარობის მეტნაკლებად. და ზოგიერთ შემთხვევაში მოითხოვენ საკეისრო კვეთას, რადგან წარმოუდგენიათ, რომ ეს უფრო იოლია, ეს გზა მისთვის უფრო იოლი არის. მინდა ყველას უთხრა, რომ საკეისრო კვეთა დაკავშირებულია 4-ჯერ უფრო მეტ გართულებებთან, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას უწევთ ფიზიოლოგიურ მშობიარობას, თუ ორსულს არ აქვს გართულება, თუ არ ველოდებით მშობიარობაში გართულებებს. აი, ჩვენება რა შეიძლება იყოს? ეს ითვლება, რომ არის ჩვენება საკეისრო კვეთისთვის. რა თქმა უნდა, თუ გართულებები არის მოსალოდნელი, ამ შემთხვევაში ჩვენ პირადად გადავწყვიტავთ და ვურჩევთ საკეისრო კვეთას. აი, ხშირად წამიკითხავს გოგონები, რაღაც დედების ჯგუფებში და ასე შემდეგ, რომ იცახიან, რომ ექიმებს არ უყვართ, როდესაც ჩვენებას გვაძლევენ, მაშინ როცა ვიღაცას გონია, რომ აქვს ეს ჩვენება, მაგრამ ექიმმა გადაწყვიტა, რომ არ გაქვს შენ ჩვენება. რა არის რეალურად ეს ჩვენებები და რამდენად შეიძლება იყოს მართალი იმასთან, რომ ექიმებს აი თითქოს არ უნდათ რომ გაგიკეთონ, ან არ ვიცი, ეზარებად შეიძლება იყოს ეს სიტყვა მართალი, ალბათ არასწორია ეს სიტყვა. საკეისრო კვეთის ოპერაცია არ წარმოადგენს ჩვენთვის რაიმე სირთულეს, მაგრამ ფიზიოლოგიური მშობიარობა, რადგან უფრო მისაღებია დედის და ახალშობილის ჯანმრთელობისთვის, ყოველთვის ვუხსნით ორსულს, რომ საკეისრო კვეთას ახლავს ეს და ეს გართულებები, რომ არჩევანი და გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ. ანუ დავარწმუნოთ, რომ მისთვის უმჯობესი იქნება ფიზიოლოგიური მშობიარობა. რამე ესეთი ჩვენება არის მაგალითად აი ჩვენებას ჩვენ არ ვადგენთ, ეს ჩვენებები განსაზღვრულია, რა შემთხვევაში უნდა გადავწყვიტოთ საკეისრო კვეთა. ეს ექიმის სურვილზე არ არის დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ მშობიარეს უნდა გაუკეთდეს საკეისრო კვეთა. და აი როგორი არის კონკრეტული შემთხვევები? ჩვენებები შეიძლება იყოს ნაყოფის არასწორი მდებარეობა, ვთქვათ, გარდიგარდმო მდებარეობა. შეიძლება იყოს ნაყოფის მენჯით მდებარეობა და დიდი ნაყოფი. შეიძლება დიდი ნაყოფი 5 კილოდან ზემოთ ითვლება? არა. 4 და 500-ის ზემოთ ითვლება დიდ ნაყოფად, თუმცა თუ მენჯით არის ნაყოფი, მენჯით წინ მდებარეობა უკვე 3 და 500-ზე ზემოთ უკვე საკეისრო კვეთის ჩვენება. და ესე ჩვენებები ბევრი არის. მახსოვს იყო თვალთან დაკავშირებით ჩვენებები, რომ ხედველობის ნაწილშიც და მე მახსოვს რომ წერდნენ რომ ისო აღარ არის თვალთან დაკავშირებული ჩვენებები ხა უკვე შეიზღუდა, ნაკლებად არის დამოკიდებული თვალის პათოლოგიაზე მშობიარობის საკითხი, თუმცა ამას წყვეტს ოფთალმოლოგი, თვალის ექიმი და რეკომენდაციას გვაძლევს ჩვენ მიანგინეკოლოგებს, რა გზით ჯობია რომ დავამთავროთ ორსულობა. ცოტა უცნაურ შემთხვევებზე მინდა გადავიდეთ. მაგალითად, როგორც ბევრს არ სჯერა ხოლმე, განსაკუთრებით კაცებს არ სჯერათ, რომ შეიძლება ქალმა ორსულობა ვერ გაიგოს. და ისე იყოს ორსული. თქვენ პრაქტიკაში მსგავსი რამ თუ ყოფილა, რომ აი რაღაც დიდ ვადამდე, ან მშობიარობის დაწყებამდე არ ცოდნია ორსულს, რომ ის ბავშვს ელოდება.
ძალიან იშვიათად, მაგრამ ეს შემთხვევები დღესაც კი არსებობს ეხოსკოპიის ერაში, როცა უკვე ყველაფრის დადგენა უკვე ადრეულადაზე შეგვიძლია, თუმცა შეიძლება ქალმა არ მიაქციოს ყურადღება ორსულობის ნიშნებს. მაგალითად, შესაძლოა მას ჰქონდეს მენსტრუალური გამონადენი, ჩათვალოს, რომ ეს არის მენსტრუაცია და ჩათვალოს, რომ ის არ შეიძლება იყოს ორსულად. შესაბამისად, როცა უკვე დიდ ვადას მიაღწევს და უკვე სხვა ნიშნებით გამოჩნდება, როგორიც არის მუცლის ზომაში მომატება, ნაყოფის მოძრაობა, ამ შემთხვევაში შეიძლება გვიან ვადაზე გაიგოს. თუმცა ეს უკვე იშვიათია, ცნობიერებაც ამაღლებულია, გოგონების უკვე ადრეულ ეტაპზე მიმართავენ ექიმს და ძალიან იშვიათად, მაგრამ ხდება ესეთი შემთხვევებიც. ასევე მაინტერესებს თქვენი პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით, ქონიათ მსგავსი შემთხვევა? ქონია მსგავსი შემთხვევა, გვიან ვადაზე 5-6 თვის ვადაზე რო გაუგიათ, რომ არიან ორსულად. კი, თვითონაც რო არ ცოდნიათ. ადრე უფრო ხდებოდა, როცა ეხოსკოპია არ იყო და ორსულობის დიაგნოსტიკის მეთოდები უკვე ნაკლებად ჰქონდა. თქვენ პრაქტიკაში თუ ყოფილა, მამა მშობიარობას ესწრებოდა და მე ცუდად რო ხდებიან ხოლმე მამები. მამების მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია რომ ორსულთა სკოლის ნაწილში რაღაც მამების მომზადების ნაწილიც უნდა შედიოდეს ალბათ, ხო? ჩვენი ორსულთა სკოლის ბოლო ლექცია ეთმობა პარტნიორულ მშობიარობას, ძალიან მნიშვნელოვანია და ნეპირადად ძალიან ხარს უჭერ, რომ მშობიარეს ყავდეს პარტნიორი გვერდით მშობიარობის პროცესში და არ არის აუცილებელი იყოს მამა, შეიძლება იყოს მეგობარი და დედა და ასე შემდეგ. ერთი პიროვნება, რომელიც ხარს დაუჭერს მშობიარეს ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. ეს მართლა ამდენად მნიშვნელოვანი არის და ამდენად ეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობიარემ თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და სანდოდამენ რომ გვერდით პარტნიორი ყავს და საიმედო ადამიანი. ისე ეგ მომენტი გქონია მართლა მამებს რო გული მისდით ხოლმე უბრალოდ. კი, გქონია. ბევრჯერ გქონია და. მართლა და მე მშობიარესთან ერთად მამა რო ყავს. მშობიარეს რო ვამშობიარებთ, რომ მოვიხედავთ და ხედავთ მამაკაცის გათეთრებულ სახეს უკვე ვეუბნებით, რომ ცოტა ხანი მოერიდოს. მაინტერესებს ეხოსკოპიაზე სიარული. დედებს ძალიან უყვართ ორსულებს. მაიმე ძალიან მიყვარდა ხოლმე ერთი სული მქონდა ეხოსკოპიისთვის რომ მოსულიყო, რომ ბავშვი დამენახა როგორი იყო, მაგრამ რამდენად არის რეკომენდირებული ხშირ-ხშირი სიარული ეხოსკოპიაზე და აქვს თუ რა რაიმე გავლენა ნაყოფზე? ეხოსკოპიასაც და ნებისმიერ ჩარევას ორსულობის დროს უნდა კონდეს თავისი მიზეზი. საერთოდ რეკომენდირებულია ეხოსკოპიას მიმართოთ მაშინ, როცა გარკვეული ჩვენება არსებობს. მაგალითად, დავადგინოთ ორსულად არის თუ არა გოგონა. მეორე სკრინინგული კვლევა არის 12 კვირის ვადაზე, როდესაც კისრის ნაოჭის განსაზღვრა ხდება, ამ ვადაზე აუცილებელია ეხოსკოპიური კვლევა. შემდეგი ვადა არის 18-დან 20 კვირაზე, როდესაც ხდება ნაყოფის სრული დათვალიერება და ყველა პათოლოგიის დადგენა, რაც შეიძლება ამ ნაყოფს ჰქონდეს. შემდეგი აუცილებელი გამოკვლევა არის უკვე მესამე ტრიმესტრში 34-36 კვირის ვადაზე, როდესაც ვადგენთ ნაყოფის მდებარეობას, წონას და ასე შემდეგ. ეს სახელმწიფო პროგრამაში რაც ისეს ქლა, ეს ჩამოთვალეს. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენების მიხედვით თუ ორსულს აქვს რაიმე პრობლემა. ამ თვეში ერთხელ რომ დადიან ხოლმე დედები, ამის აუცილებლობა არის თუ არ არის? თუ იმის მიხედვით რამდენად აქვს ადამიანს აუცილებლობა? იმის მიხედვით რამდენადაც აქვს ადამიანს ამის საჭიროება. თუმცა ხშირად, რა თქმა უნდა, თვეში ერთხელ საჭიროების გარეშე, იმიტომ რომ ბავშვის დანახვა გვინდა. ხოლმე ვინაიდან, როდესაც შეხედავენ ეხოსკოპიაზე თავის შვილს, მშვიდდებიან და ეს დამშვიდება დააზიანებელი ხო არ არის ნაყოფისთვის? არ არის სასურველი დიდი რაოდენობით ეხოსკოპიური კვლევის გაკეთება ჩვენების გარეშე, რადგან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, რამდენად მოქმედებს ის ნაყოფზე. კი ბატონო. ასაკში ორსულობა მშობიარობის შესახებ რა შეგვიძლია გითხრა? მაგალითად, მაინტერესებს არის თუ არა მითი? რომ ასაკში, აი 30 წელს ზემოთ მშობიარობა უფრო რთულია
და ასევე ვარ თუ არა ხანდაზმული მშობიარე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაც თუ ვწდები 25 თუ 26 ასაკის ზემოთ, ხანდაზმულ მშობიარებს უწერდნენ ხოლმე დედებს, რომლებიც აჩენდნენ შვილებს. რაც ჩემი პრაქტიკა დაიწყო, ასაკი უკვე 30 წელზე იყო გადმოწეული, თუმცა დღევანდელ დღეს ხანდაზმული მშობიარე ესეთი დიაგნოზი არ არსებობს, თუმცა ასაკთან დაკავშირებით გართულებების რისკი, რა თქმა უნდა, იზრდება, თანხლები დაავადებების რისკი იზრდება, როგორიც არის თქვათ, ჰიპერტონია, ასე რომ მაინც ვურჩევთ, რომ თუ გეგმავენ, არ გადაწიონ ძალიან თავისი მშობიარე. აი, რეკომენდირებული ასაკი მაგალითად რა შეიძლება იყოს? აი, როდიდან შეიძლება? არ არის ესეთი არის ეს 40 წლიდან მაგალითად? ბატონო. აი 40 წლამდე გააჩინო ბავშვი ჯობია? 35 წლამდე გააჩინო ჯობია? ეგეთი რამე არსებობს? ესეთი ზუსტი განსაზღვრება არ არსებობს, თუმცა ითვლება, რომ 35 წლის ზემოთ გართულებების რისკი იმატებს. მაგრამ თქვენ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, რომ 40 წლის ასაკშიც 42, 45 და მეტი ასაკის ორსულებიც და ორსულობა თავისით ბუნებრივად და უმშობიარია. თქვენ პრაქტიკაშიც ყოფილა ხანდაზმული არასწორი სიტყვა, ხო? ეს ნიშნავს, რომ რისკები იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ორსულს ექნება გართულება. მოგყევით გამოცდილება, ეხა აი თქვენ ყველაზე მაღალი ასაკი რა გქონიათ პრაქტიკაში და რამდენად კარგად წარმართულა ეს პროცესი? ალბათ 45 წლის ასაკი ჩემს პრაქტიკაში ყოფილა, მაგრამ სხვა ექიმების პრაქტიკიდან გამომდინარე 50-53 წლის ასაკშიც უმშობიარიათ, თუმცა არა ბუნებრივი გზით, არამედ საკეისრო კვეთის გზით. და ეს ყველა შემთხვევა ბედნიერი დასასრულით თქმა უნდა, კი. ერთია მაღალი ასაკი და მეორე არის კიდე რაც შეიძლება ტრაგედიადაც თქვათ, როდესაც არასრულ წლოვნებში არის ორსულობა. მსგავსი რამ თუ ქონიათ პრაქტიკაში, ან თუ გაგიგიათ, ან რამდენად შეიძლება ამის შეფასება, როგორც ექიმის, აი ბავშვისთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი? თალკი არის ეს პრობლემა, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ არის არასრულწლოვნების ქორწინების შემთხვევები. მე ბევრჯერ მიმიღია მსგავსი მშობიარობები. ამ შემთხვევაშიც გართულებების რისკი იზრდება, ვინაიდან გოგონას ორგანიზმი არ არის მზად მშობიარობისთვის, დედობისთვის, ფსიქოლოგიურად მისთვის რთული გადასატანია შედარებით მშობიარობა და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჯობია რომ 18 წლის ზემოთ იყოს მშობიარე. სად გქონიათ ეს პრაქტიკა? მე მუშაობდი 13 წელი მუშაობდი მარნეულის რეგიონში და იქ ხშირად მქონია ესეთი შემთხვევები. და დედები მშობიარობის მერე, ეს ბავშვები, რომლებიც თან დედები არიან. როგორ აგრძელებდნენ ცხოვრებას? აი ამაზე გქონია ინფორმაცია, ან თუ გინახავთ მერე, ან რაღაცა ტრაგედია არის უფრო, ხო? აი ამ ხელა სიხარული, რომ შვილი შეეძინა ადამიანს, მაგრამ თვითონ ბავშვს. ეს ფსიქოლოგიურად თქვენთვის როგორც ექიმისთვის, როგორც დედა ხართ, გოგო ყავთ თან თქვენს, რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს? ჩემთვის მართლა რთული ეს არის ფაქტი, ვინაიდან მე ვთვლი, რომ გოგონამ უნდა თავისი ცხოვრება გაიაროს, მიიღოს განათლება, მიიღოს გამოცდილება და შემდეგ როცა შეგნებულად უდგება ამ პროცესს, მაშინ გადაწყვიტოს დედობა. თუმცა იმ რეგიონში ეს მიღებული არის. დღესაც ესე არის თუ ეს იყო წლების წინ? ჩემი გამოცდილებით ნაკლებად იმიტომ რომ ეს უკვე დანაშაული არის, არ ვიცი ადრე კანონი შემცირდა, ვინაიდან მკაცრად არეგულირებს სახელმწიფო. თქვენ პრაქტიკაში რომელი წელი იყო ყველაზე დაბალი, რაც გქონიათ? 13-14 წლის მშობიარეც მყოლია.
აი, ერთია რომ ექიმი ხარ, როდესაც, უნდა დაეხმარო ადამიანს და იმ მომენტში ალბათ, როდესაც თქვენ ამ პროცესს მართავთ, ფიქრობთ იმაზე, რომ ეს პროცესი დასრულდეს შვიდობით, დედაც ბავშვიც კარგად იყოს, მაგრამ აი სახლში რომ მიდიხართ, როდესაც ხართ თამუნა, რომელიც ასევე დედა არის, ასევე ქალი არის. აი მე რა ხდება თქვენ ფსიქოლოგიაში, ეს ძალიან რთული გადასატანი არ არის? როცა იაზრებ რა მოხდა და რაში მიიღე მონაწილეობა. ძალიან ხშირად ექიმები უფრო მეტად ნერვიულობთ, ვინაიდან ვიცით დეტალები და ეს პროცესი კარგად გვაქვს გაცნობიერებული და შეიძლება კი სახლშიც გავყვეს ეს. თუმცა ჩვენ ექიმები ვართ, მზად ვართ ამ ყველაფრისთვის და რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ჩვენ მოღვაწეობას, ვიცით რომ ამით ვეხმარებით დედასაც და ახალშობილსაც. გინეკოლოგთან პირველი ვიზიტი რა საკში უნდა შედგეს? აი რეკომენდაცია როგორი არის? სანამ რამე არ შეგვაწუხებს ჩვენთან ეს ხდება, ხო? ძირითადად თუ შეიცვალა არ არის ეს პრაქტიკა, მაგრამ მოწოდებულია რომ 16-18 წლიდან გინეკოლოგთან უკვე მივიყვანოთ გოგონა, არ არის აუცილებელი ამ დროს გასინჯვა, თუნდაც გასაუბრების მიზნით, რომ ექიმმა ყველაფერი დეტალურად აუხსნას ქალის ორგანიზმის შესახებ, მიმდინარე პროცესების შესახებ და გააფრთხილოს გარკვეულ ფაქტორებზე, როგორიც არის, თქვათ, სქესობრივი ცხოვრების დაწყების შესახებ და ასე შემდეგ. აი, ბევრი ქალისგან გამიგია ესეთი რაღაც, რომ მე არაფერი მინდებოდა ორსულობაში, მე არაფერი ესეთი განსაკუთრებული არ მქონია და შეიძლება მას მართლა არ ქონდა არაფერი, მაგრამ რეალურად აი ექიმის შეფასებით როგორი არის ჰორმონები მართლა ისე მოქმედებს, როგორცაც ვიძახით, რომ აი რაღაც შეგვეცვალა, რაღაცაზე გვეტირება, რაღაცაზე გვეცინება, რაღაცაზე ბევრად უფრო სენსიტიურები ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით. რა თქმა უნდა, ჰორმონალური ფონი იცვლება ორსულობის დროს და ძალიან მოქმედებს ორსულზე. თუმცა ყველას ერთნაირად არ აქვს. ზოგჯერ განიცდიან გოგონები, აი მე რატო არა მაქვს ეს უხასიათობა, ტოქსიკოზი, გულისრევა. ეს აბსოლუტურად ნორმალია. ზოგ შეიძლება გქონდეს, ზოგ შეიძლება არ გქონდეს. თუმცა ჰორმონები მართლა ისე მოქმედებს, როგორც რა თქმა უნდა, ჰორმონალური ფონი მოქმედებს ძალიან ბევრ პროცესზე, თუნდაც გუნება განწყობაზე. და ასევე მაინტერესებს, როგორც კი გავიგებთ, რომ ორსულად ვართ, მაშინვე ხსნით Google-ს და ყველაფერს აბა ეს გული ამიჩქარდა, დავგუგლო, რატო ამიჩქარდა, დღეს შეიძლება ChatGPT-მ ჩაანაცვლა ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერს ინტერნეტში ვეძებთ. აი, რამე არის ისეთი, რაც არ უნდა დავგუგლოთ, არ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია და ჯობია რომ პირდაპირ ექიმს ვკითხოთ, რომ გული არ გაგვისკდეს. და ჯობია პირდაპირ ექიმს ვკითხოთ, იმიტომ რომ Google-ში ყველა ინფორმაცია არ არის სიმართლე, ჯერ ეს ერთი. მეორეს ერთი ძალიან პირდაპირ შეიძლება ესეთი გართულებები გაჩვენოთ, რომელიც არის უიშვიათესი, შეიძლება თქვენ არასოდეს არ შეგხვდეთ და ამის გამო წინასწარ ნერვიულობა. და შეიძლება რაღაც სიმპტომი დაემთხვეს 1-2 და შენ ჩათვალო რომ შენ ძალიან ცუდ დღეში ხარ. დიაგნოზს თქვენ ამ გზით ვერ დასვამთ. შესაბამისად შეიძლება არასწორად გაიგოთ და შეცდომაში შეხვიდეთ და ინერვიულოთ. ესე რომ, რა თქმა უნდა, ჯობია მიმართოთ პროფესიონალს. იმისთვის არსებობს ზუსტად ექიმი, გინეკოლოგი, რომ დროულად დაეხმაროს ორსულს. ბევრი ორსულისგან გამიგია, რომ უამრავ მედიკამენტებს იღებენ, სხვადასხვა სახის. რამდენად საჭიროა, აი, ბევრი მედიკამენტის მიღება, ხშირად ცვლა მედიკამენტების, აი, რა რეკომენდაციები შეიძლება ამასთან დაკავშირებით მოგცეთ? ჩემი შეხედულებით და ზოგადად სამედიცინო შეხედულება არის ესეთი, რომ ყველა მედიკამენტი, აბსოლუტურად ყველა მედიკამენტი უნდა დაენიშნოს ორსულს ჩვენებით, თუ მას სჭირდება. ესეთი არის აუცილებელია ფოლიუმის მჟავის მიღება, რკინის პრეპარატები, D-ვიტამინი, თუ არის D-ვიტამინის დეფიციტი. დანარჩენი ყველა მედიკამენტი ინიშნება მხოლოდ ჩვენებით, როდესაც ორსულს სჭირდება. ჯანსაღი კვება, მრავალფეროვანი კვება არის ძირითადი, რასაც უნდა მიაქციოს ყურადღება. ამ შემთხვევაში მას რაიმე დანამატი მულტივიტამინები არ სჭირდება. და ორსულის წონის მატება. განსაკუთრებით თუ 15 კილოს აცდება ეს მატება. არ რთულებს თუ არა საქმეს?
ჭარბი წონა, რა თქმა უნდა, ართულებს ორსულის მდგომარეობას და მშობიარობის მიმდინარეობას. ამიტომ ჩვენ ზუსტად ამისთვის არის საჭირო, რომ დავგეგმოთ ორსულობა და ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე გავითვალისწინოთ წონის მაგრამ ვერ ვაკონტროლებ. მე 30 კილომდე მქონდა მომატებული და მიუხედავად იმისა, რომ პირველი 5-6 თვე ისეთი არაფერი ნომატი არ მქონდა, აი ბოლო თვეებში სულ ტკბილით დღემდე მაინც მინდა ბატკბილი და ანუ აი ეს რას ფიქრობდი? უი დედა. და იმას ფიქრობდი, რომ ეხა ერთხელ არ ორსული და რახან მინდა მოდი შევჭამ და კი ავედი 30 კილოთი მეტზე და აი აქ რა შვები. 30 კილო ძალიან დიდი რამატია და ნამდვილად ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ამდენი არ მოიმატოს ორსულმა. იცით როგორ არის გარკვეული სხეულის მასის ინდექსის შესაბამისად ვაძლევთ რეკომენდაციას, რამდენი კილოგრამი შეიძლება მოიმატოს. მაგალითად, თუ არ აქვს ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი ორსულს, მას შეუძლია მოიმატოს 15 კილო, 15-17 კილო. თუ ორსულს აქვს წონის დეფიციტი, მან უნდა მოიმატოს უფრო მეტი და ასე შემდეგ. გარკვეული რეკომენდაცია. მაგრამ აი როდესაც ორსული ვარ და მინდა, ჯობია რომ თავი შევიკავო? უნდა მიაქციო თქვენ წონას და წონაში მატების ტემპს. აი ჩვენ ხო რაღაც ორსულობა გამართლებული გვაქვს რა, ანუ ამ ნაწილში რომ ორსულად ვარ და მინდა და მივირთმევ. და ეს მითია რომ ორსულმა უნდა ჭამოს ორი ადამიანის ზონა. თუნდაც ერთის მაგივრად ჭამო, მაგრამ მაინც რომ გინდა, ფიქრობ რომ ორსულად რო ხარ, ხა ბავშვს უნდა და მაგიტომ მივირთმევ, მაგრამ გაჩნია რას ღებულობთ საკვებს. ეს არ უნდა იყოს ტკბილეულის ხარჯზე, არ უნდა იყოს მარტივი ნახშირწყლების ხარჯზე, ანუ უნდა მივიღოთ მრავალფეროვანი საკვები, რომელიც ნუტრიციულად საჭიროა. ხო, ანუ ის გამართლება რომ ეხა მე ორსული ვარ და მაგიტომ ტკბილეულს მივირთმევ, იმიტომ რომ ორსულად ვარ, ეხლა ბავშვს უნდა, ეს გინეკოლოგიაში არ არის გამოგადგებათ ნამდვილად. და თუ ეხა ჩვენ მაყურებელს უნდა ორსულობის დაგეგმა არის, ორსულად დაეძებს ექიმს, სად გიპოვით ეგეც რომ გითხრათ? პირადად მე მაქვს სოციალური ქსელი, ინსტაგრამის სამედიცინო გვერდი, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ამ გზით. და სად მუშაობთ? მე ვმუშაობ კლინიკა ჰერაში, მორიგე ექიმ გინეკოლოგად. დიდი მადლობა თამუნესით საინტერესო საუბრებისთვის, საინტერესო რეკომენდაციებისთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო თამუნა თევზაძე, მე გინეკოლოგი. დიდი მადლობა და ნახვამდის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.